უკვე 10 წელია, რაც სამხრეთ იტალიაში ვცხოვრობ და ანუ რა თქმა უნდა უფრო მეწოდინება ქალაქის განვითარება, ანუ როგორ დაიწყო, როგორი ფასები იყო ასე შემდეგ და ეხლა სად არის, როგორ არის. თან სიგდები, იმიტომ რომ გარეთ უნდა გავიდე და თან პატარა ცოტა ხანი წავიჯვარავთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან გაინტერესებთ ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ბევრი კითხვა შემომდის ხოლმე, რომ ნინა ისაც შეიძლება რომ ნახო ქირით ბინები ან რა ღირს ან ასე შემდეგ და ამიტომ ეს ინფორმაცია მათაც ეხებათ, ვისაც სურს რომ იტალიაში ჩამოვიდე და განსაკუთრებით სამხრეთ იტალიაზე მაქვს მე საუბარი. ესე იგი, მეგობრებო, ქალაქ ბარში ბინის პოვნა ქირით ან ყიდვით არ აქვს მნიშვნელობა, გახდა ჩვეულებრივად ერთგვარი, რა ვიცი, უნდა მოკლა 9-თავიანი გველეშაპი, შემდეგ უნდა დამარხო და აი თუ მერე რაღაცა შეიძლება გამოჩნდეს სახლი. სახლები თუ ქირავდება მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე თვით, ანუ ფაქტიურად გრძელვადიან კონტრაქტს აღარავინ აღარდებს და ქირავებენ მარტო 12 თვით, 6 თვით, 3 თვით. გადასახადი ქირის არის 1000 ევრო. მეგობრებო, ქალაქ ბარში 1000 ევროდან იწყება. ანუ 1000-ზე ქვემოთ თუ ნახეთ, არ ვიცი, შეიძლება ნახოთ პიანოტერაზე, აი ფაქტიურად პირველი სართულიც რომ არ არის, ან სემიტერატო, ანუ პირველი სართულის კიდე ქვემოთ, -1 სართულზე. ჩვეულებრივად მაქვს შოკი, იმიტომ რომ ადრე ჩვეულებრივად შეგვეძლო რომ გვენახა დაახლოებით 300-400 ევროში რაღაც ნორმალური ბინა. შეიძლება არ ყოფილიყო 190 მეტრი კვადრი, მაგრამ ჩვეულებრივად რა ვიცი, ორ ოთახიანს იქირავებდით. ახლა ანუ შეუძლებელია. მე მეგობრები უკვე რა ვიცი 1 წელზე მეტი არის ეძებენ ქირით ბინას და სამწუხაროდ ვერ ნახეს, იმიტომ რომ მართლა აღარ აქირავებენ. ან თუ აქირავებენ ძალიან ძვირად, აი ძალიან ძვირად. ისიც ქირა რომ მარტო 1000 ევრო ღირს და მე დანარჩენი თქვენ რომ უნდა გადაიხადოთ. წარმოგიდგენთ ხა ადამიანს რო 1000 ევრო აქვს საერთოდ შემოსავალი, როგორ შეიძლება რომ იქირავან 1000 ევროიანი ბინა. ანუ ფიზიკურად შეუძლებელი რომ ერთი ადამიანი რო იყოს ფაქტიურად მთელი თავისი ხელბაზი ქირაში უნდა დახარჯოს. არ ვიცი როგორ ხდება ეს, არ ვიცი. ხო და საერთოდ რატომ დავიწყე ამ თემაზე მოყოლა? მე ვარ გაწევრიანებული სხვადასხვა ჯგუფებში, ზუსტად იმიტომ რომ მაინტერესებს ხოლმე ფასები და ვნახო საერთოდ ვინ რას აქირავებს, როგორ აქირავებს, თან სტუდენტებიც ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ეძებენ სახლებს კი არა, ოთახებს რომ იქირავან, ანუ სხვადასხვა სტუდენტი არის და ერთად ცდილობენ ხოლმე რომ იქირავან ერთი სახლი და ოთახების თანხას იხდიან ხოლმე რა. ესე იგი, ჯერ დავიწყოთ მარტო ოთახებიდან. ანუ თქვენ რო ოთახი იქირავთ, მოდი სტუდენტის სახით შევხედოთ. თქვენ რო ოთახი იქირავთ ქალაქ ბარში, მინიმუმ 300 ევროდან იწყება ოთახის საფასური. ანუ ფაქტიურად 300 ევრო არის ერთი პატარა ბინის ქირა. ადრე იყო. ეხლა აღარ არის, მაგრამ ადრე იყო. ესე იგი 300 ევრო უნდა გადაიხადოს სტუდენტმა, რომ უბრალოდ ერთ ოთახში იყოს. და დანარჩენი უკვე სამზარეულო, საპირფარეშო და ასე შემდეგ არის საერთო. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ემატება ასევე სალი, შუქი, კომუნალურები, ხო, რასაც ყველა ადამიანი იხდის ალბათ. შესაბამისად, ანუ როგორ შეიძლება რომ სტუდენტმა შეძლოს ამხელა რაღაცის გადახდა? ანუ ეს ხო შეუძლებელი არის ფიზიკურად, თუ მართლა ძალიან მდიდარი მშობელი არ ყავს, არ ვიცი, როგორ ახერხებენ საერთოდ რომ გადაიხადონ, მართლა არ მესმის. დღეს ერთმა კაცმა ჯგუფში დაწერა ესეთი რაღაცა, რომ აქირავებს დიდ ვილას, რომელიც შედგება ერთი ფაქტიურად მეცნიერება, იმიტომ რომ ისეთი სეზილო ისტორია არის, რომელსაც აქირავს გაყო შუაზე და ამ ვილის ნახევარ ნაწილს აქირავებს ცალკე, ნახევარ ცალკე რა. ნახევარი ნაწილი შედგება ერთი ოთახისგან, ანუ ერთოთახიანი სახლი გამოდის და მეორე ნაწილი შედგება ორი ოთახისგან და თითოს აქირავებს 890 ევროში, სადაც კომუნალურები არ შედის, ანუ თქვენ ცალკე უნდა გადაიხადოთ კომუნალურები და პლუს ამას ვიღაცასთან ერთად უნდა იცხოვროთ, მაგრამ გამოდის რომ თქვენ ცალკე ნაქირავების სახლი გაქვთ. კომენტარებში ამ კაცს რა უქნეს, აი ვერც კი აგიხსნით, იმიტომ რომ თვითონ იტალიელები ცხოვრობენ ახლა მარტო უცხოელები ხომ არ ვართ ვინც ქირით ვეძებთ სახლს და ესე იგი ისეთი რაღაც გახდა ქალაქ ბარში ქირით სახლის პოვნა, რომ არ ვიცი, აი შეუძლებელი რაღაც გახდა. ან გამორიცხულია რომ ნახოთ ისეთი სახლი, სადაც მოგაქირავებენ 1 წელიწადზე მეტს. აი გამორიცხული არის, ანუ თუ აქირავებენ ისიც ტრანზიტორიოთი, ანუ ნიშნავს იმას, რომ რამოდენიმე თვით შეგიძლიათ რომ იქირავოთ.
ნახოთ დაახლოებით 3-დან 6 თვემდე. 6 თვის მე სხვა უნდა ნახოთ. საიდან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი, არ ვიცი, ალბათ კოვიდის დროს, რო ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო ქიდის გადახდა და ასე შემდეგ და ძალიან ერთი ამბავი იყო, რომ ზოგი არ გადიოდა ამ ნაქირავების სახლიდან და უფასოდ ცხოვრობდა და ასე შემდეგ, ალბათ მაქედან გამომდინარეა, რომ ესეთ გამკაცრდა, მაგრამ ყველა ერთნაირი ხომ არ არის გასაგებია ჩემი აზრით რაღაცა ზომები უნდა მიიღო, თორე ესე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება. იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც უჭირს და უბრალოდ სახლის პოვნა უნდა ქირით, რომ ჩვეულებრივად იხდის და ასე ვთქვათ არ აქვს პრობლემა წინა სახლებთან შედარებით. ხა ძალიან ბევრი ადამიანს არის, რომ ეძებენ ქირას, რადგან ის სადაც იმ ბინაში ცხოვრობენ, სადაც ცხოვრობენ ახლა ამ ეტაპზე ყიდიან იმ სახლს. შესაბამისად ხო უნდა გადავიდეს ეს ადამიანი სადმე რომ სხვაგან იცხოვროს და რა უნდა ქნას, როცა ქირა ფიზიკურად არ არის, ანუ რა უნდა გააკეთოს ამ ადამიანს. მოგსურვ გამოსოს ხდება სახელმწიფო და მოიმოქმედებს რაღაცა ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება. აი მილანში მაგალითად სულ იზახდნენ ხოლმე, რომ რამხელა არისო ფასებიო, ძალიან დიდი ფასებია და ვერ ვიხდითო და ახლა უკვე მარტო მილანში აღარ არის ეს პრობლემა. სამხრეთ იტალიაში მაგალითად ქალაქი ბარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი არის, ამიტომ შესაბამისად ნორმალურიც არის რომ ესე ხდება, მაგრამ რა ვიცი, რაღაცნაირად ხელიც ხო უნდა შეუწყოს მეორე ადამიანს მეორე მხრიდან ვინც დგას. დამიწერეთ კომენტარებში თქვენთან რა ხდება, რომელ ქალაქში იყვებით და თქვენს ქალაქში თუ ასეთი სიტუაცია არის. კიდევ და კიდევ მინდა გითხრათ, რომ ვისაც აინტერესებს მსგავსი ინფორმაციები, ყოველთვის შეგიძლიათ რომ რამოდენიმე სხვადასხვა Facebook გვერდები არსებობს, სადაც შეგიძლიათ დაემატოთ და იქნებიან ხოლმე ზუსტად იტალიელები აქირავებენ სახლს, ყიდიან თუ ოთახს აქირავებენ. და მაგით შეგიძლიათ რომ მოძებნოთ, იმიტომ რომ აჯენციებს ხო საერთოდ ვერ გაეკარებით, რადგან რა ვიცი, ერთი წლის საფასურს მაინც გთხოვ რომ გადაუხადოს წინასწარ. მეგობრებო, იმედი მაქვს, რომ ცოტათი გამოსადეგარი ინფორმაცია მოგაწოდეთ, ვინც ახლა ჩამოდიხართ იტალიაში, აუცილებლად გაითვალისწინეთ ბინის პრობლემა და ვინც ეძებთ ქირას, ესეც გაითვალისწინეთ, რომ ასეთი სიტუაცია. ყველას გისურვებთ წარმატებებს და შევიდე ამ პროსიმო ვიდეო. Ciao!